სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ყავს. ანდრიო ხანაშვილი თანამდებობაზე პარლამენტმა 6 წლის ვადით დაამტკიცა. იუსტიციის უკვე ყოფილმა მინისტრმა სუსის ხელმძღვანელის თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილის შეცვალა. პლენარულ სესიამდე ხანაშვილს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხდომაზე მოусმინეს. რა პრიორიტეტებზე ისაუბრა მან? ამას თამარ ციკლოვრი გვეტყვის, რომელიც ახლა ღია ეთერში შემოგვიერთდება. თამარ, გისმენთ. დიახ, პრინციპში უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარლამენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უხელმძღვანელებს დღეიდან უკვე ანდრიო ხანაშვილის 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მის კანდიდატურას მხარი. თავად კენჭისყრის პროცესამდე ამ სესიაზე არ მომხდარა უკვე დამატებით განხილვა, აღარ ყოფილა სიტყვით გამოსვლებით, თუმცა კენჭისყრის დასრულების შემდეგ, მას შემდეგ რაც უკვე პრინციპში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გადავიდა უკვე ანდრიო ხანაშვილის თავარ პასუხისმგებლობად. პარლამენტის თავმჯდომარემ მას მიულოცა ერთის მხრივ ამ თანამდებობაზე დანიშნა, თუმცა მეორეს მხრივ ასევე უთხრა ისიც, რომ არსებობს დიდი გამოწვევები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნიდან, არამედ ქვეყნის გარედან და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწორედ პროფესიონალი კეთილსინდისიერი კადრის არჩევა დანიშნა ამ თანამდებობაზე. ბატონ ანდრის საქართველოს პარლამენტის გამორჩეულ წევრს, აქამდე კი იუსტიციის გამორჩეულ მინისტრს მინდა ვუსურვო წარმატება დღევანდელ გამოწვევებით სავსე ხანდახან კი შეშლილ სამყაროში. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია თქვენს უწყებას, თქვენ პირადად და თქვენ თანამშრომლებს. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო შემთხვევით და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადო მათი საქმიანობისთვის, იმისთვის, რომ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში იმ კონფლიქტების შემხედვარე, რაც ჩვენს გარშემო ტრიალებს, სწორედ თქვენი სამსახურის თანამშრომლების დამსახურება არის, რომ არც ერთი უსაფრთხოების რისკი, რომელიც რეალური იყო, არ განხორციელდა, არც გარე ჩარევით და არც შიდა არეულობით. და დღეიდან კი უკვე თქვენ იქნებით პასუხისმგებელი პირი ამ საკითხებზე და გისურვებთ წარმატებას. თქვენი პატრიოტიზმი და პროფესიონალიზმი ჩვენ ეჭვის ნატამალსაც არ გვიტოვებს, რომ შეძლებთ სრულად გაართვათ ამ დიდ პასუხისმგებლობას თავი. ასე რომ გილოცავთ კიდევ ერთხელ და წარმატებები თქვენ საქმიანობაში. რაც შეეხება უკვე იმ მთავარ პრიორიტეტებს, თუ რა პრიორიტეტებით გეგმავს მომავალი 6 წლის განმავლობაში ანდრიო ხანაშვილი, რომ უხელმძღვანელოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მან ამის შესახებ ისაუბრა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე, სადაც ჰქონდა მას მოხსენება და ამ მოხსენების განმავლობაში ისაუბრა სწორედ მთავარ პრიორიტეტებზე. ანდრიო ხანაშვილი ამბობს, რომ მთავარ პრიორიტეტად რჩება ქვეყნის სტაბილური განვითარება, მშვიდობიანი განვითარება, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არსებობს ბევრი გამოწვევა, ბევრი საფრთხე, მათ შორის რეგიონალურ ჭრილში ისაუბრა ამ გამოწვევებთან დაკავშირებით, თუმცა ანდრიო ხანაშვილმა ასევე თქვა, რომ ერთ-ერთი მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება ოკუპირებული ტერიტორიები, რუსეთისგან მომდინარე აგრესია, ამ ოკუპაციის პირობებში და ასევე მან ისაუბრა ქვეყნის შიგნით პროცესებთან დაკავშირებით, საფრთხეებთან დაკავშირებით, რომელზე საუბრისასაც ანდრიო ხანაშვილმა მათ შორის ისაუბრა სხვა ქვეყნების ინტერესებთან მიმართებაში. 2022 წლიდან უკრაინაში მიმდინარე ომმა დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ისედაც რთულ რეგიონალურ უსაფრთხოების გარემოს, რის გამოც საქართველოს გაზრდილი საფრთხეების წინაშე აღმოჩნდა. საქართველოს წინააღმდეგ გააქტიურებული დესტრუქციული პოლიტიკის ფონზე საქართველოს ხელისუფლების პრაგმატულმა პოლიტიკამ და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ეფექტიანმა საქმიანობამ უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში უსაფრთხო და მშვიდობიანი გარემო შენარჩუნება. მთავარ გამოწვევას კვლავ განეკუთვნება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია და მისი თამდევი პროცესები. ამასთანავე საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული მნიშვნელოვანი პრობლემა ოკუპაციის, როგორც ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის გამოყენება, ადამიანების უკანონო დაკავება, უკანონო ეგრეთ წოდებული ბორდერიზაცია და საქართველოს უსაფრთხოების გარემოსთვის საზიანო სხვა ქმედებები. შესაბამისი მანდატის ფარგლებში გაგრძელდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის IPRM-ის ფარგლებში, გამართულ შეხვედრებში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ასევე განაგრძობს თანამშრომლობას საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან. კონტრდაზვერვითი საქმიანობის ფარგლებში გამოვლინდა
რომ უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების ინტერესებში შედიოდა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და სოციალურ-ეკონომიკური პროცესები, საზოგადოებრივი განწყობა, პოლიტიკური პარტიების რეიტინგები და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მათი გამარჯვების ალბათობა. ამასთანავე გამოიკვეთა უცხო ქვეყნების სპეციალურ სამსახურებთან დაკავშირებულ პირთა მცდელობები საქართველოში მოქმედ მედია საშუალებებსა და ცალკეულ ჯგუფებთან ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და მათი გამოყენების მიმართულებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მუშაობის შედეგად მათ შორის სხვა ორგანოებთან კოორდინაციის ფარგლებში მოხერხდა უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურების მიერ ინსპირირებული საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის საზიანო ღონისძიებების განეიტრალება, საყურადღებოა საქართველოს წინააღმდეგ მიმართული ჰიბრიდული საფრთხეების საკითხი. ამის ერთ-ერთი მაგალითია სხვადასხვა უცხოური ძალისა და მათთან დაკავშირებული კერძო პირების მიერ საინფორმაციო ომის ფარგლებში წარმოებული კამპანიის შედეგად ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესის შეფერხებისა და ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების დაზიანების მცდელობები. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უწყვეტად ახორციელებს საინფორმაციო ომის ფარგლებში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს, მათ შორის აღნიშნული კამპანიების დაფინანსების წყაროების გამოვლენას, მსგავსი გამოწვევების საპასუხოდ ტარდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა სათანადო ღონისძიებებიც. ანდრიო ხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მომავალი 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს, მან ამ თანამდებობაზე გრიგოლ ლილუაშვილი ჩაანაცვლა. გმადლობ თამარ, ციკლაური საუბრობდა პარლამენტთან ღია ეთერში.